ფესტივალმა თეატრალურმა იმერეთმა აზერბაიჯანიდან კახის ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს უმასპინძლა. ეს არის საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ერთადერთი სახელმწიფო თეატრი. ფესტივალის მაყურებლის წინაშე ჩვენი ჰერეთელი ძმები და დები წარსდგნენ და სპექტაკლი ქართულ ენაზე წარმოადგინეს. ალიბეგლოს ქართულმა თეატრმა შოთა როყვას პიესა ჭიშკართან ითამაშა. კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართული თეატრი 1985 წლიდან არსებობს. რეპერტუარში აქვთ ქართული და უცხოელი დრამატურგების ნაწარმოებები. 2004 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის განკარგულებით აღნიშნულ თეატრს სახელმწიფო აკადემიური თეატრის სტატუსი მიენიჭა. ყოველთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ჩამოსვლა და გასტროლების ჩატარება, რა თქმა უნდა. პირველად არ ვართ ქუთაისში, მეორედ ვიმყოფებით. საერთოდ ხშირად დავდივართ ხოლმე ჩვენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ჩვენ თეატრიდან, ჩვენი სცენიდან მიუხედავად ის ამხელა დიდი სცენა ჩვენ არა გვაქვს ძალიან პატარა და იმ სცენიდან ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ქართულ სათქმელს ჩვენს ენაზე, ჩვენს მომავლისთვის. ყოველივე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ძალიან დიდი რა ჩვენი ქართული ენის შესანარჩუნებლად. ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა რომ წავდექით ქუთაისის მაყურებლის წინაშე. ჩვენ აქ მეორეჯერ ვართ. ძალიან გულთბილად დაგხვდნენ, მაშინაც და ეხლაც დიდი მადლობელი ვართ მაყურებლის. ჩვენთვის ალბათ ძალიან დიდი მნიშვნელობაა. არა მარტო ჩვენთვის, საქართველოსთვისაც, რომ ვართ იქ, ვართ ძირძველი ქართველები. ვსწავლობთ ქართულად, ვსწავლობთ, მეტყველებთ ქართულად. წერა-კითხვა ქართული, ყველაფერი ქართული შენარჩუნებული ყველაფერი. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენთვის. Ogół dominujemy strasznie, bez to